ნეონატალური სიყვითლე. სიყვითლე დაავადება კი არა, არამედ სისხლში ბილირუბინის დონის მომატების სიმპტომია. ბილირუბინი ყვითელი პიგმენტია, რომელიც ორგანიზმში ერითროციტების დაშლისას წარმოიქმნება. ის ბუნებრივად მუშავდება ღვიძლის მიერ და შემდეგ გამოიყოფა კანავლითა და შარდით. ბილირუბინის დონე იმ შემთხვევაში იზრდება, როცა მისი წარმოქმნა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე გამოყოფა. ანუ მაგალითად, თუ ბავშვი იშვიათად იცვის საფენეს, ბილირუბინი ვერ გამოიდევნება და ამის გამო მისი დონე იზრდება. ყველა ახალშობილს დაბადებიდან პირველ 3-5 დღეში სისხლში ბილირუბინის დონე იმატებს და დაახლოებით 80%-ში შესამჩნევი სიყვითლე აღინიშნება, რომელიც, როგორც წესი, 7 დღის ასაკში გადის. გაბალ დონეზე ბილირუბინი საფრთხეს არ წარმოადგენს. გართულებები მხოლოდ იმ ბავშვებში ვითარდება, რომლებსაც ბილირუბინის დონე ძალიან მაღალი აქვთ და საშიშს უარს აღწევს. თუ ის ძალიან მაღალ დონეს მიაღწევს, შეიძლება ტვინზე იმოქმედოს და გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები, რომელსაც მწვავე ბილირუბინული ენცეფალოპათია ეწოდება. დროულად მკურნალობის შემთხვევაში ეს დარღვევები უკუპან იქარებადია. საფრთხის ნიშნები, როდის უნდა მიმართოთ ექიმს სიყვითლის შემთხვევაში. პირველი, ყვითელი ფერი შესამჩნევია იდაყვებზე, მუხლებზე ან ქვემოთ, ხელისგულებსა და კერქებზე. ფერი უფრო ინტენსიური ხდება, ანუ იცვლება ლიმონისფერი და ნარინჯისფერი, ან ყვითელსავისფრად, ან თუ თვალის თეთრები და ქუთუთოები ყვითლად გამოიყურება. მეორე, თქვენს ბავშვს აქვს ტემპერატურა 38 გრადუსიდან. მესამე, გაჩნდა რაიმე სირთულე ძუძუთი კვებასთან, წოვასთან ან კლაყვასთან. მეოთხე, ახალშობილი ძინავს 5-6 საათზე მეტხანს სედიზეთ და უჭირს გაღვიძება, თუნდაც საჭმელად. მეხუთე, ბავშვი გაღიზიანებულია, მისი დამშვიდება რთულია, წილილი ძალიან ძლიერი ან გამჭოლია. თუ ექიმს ეჭვი გაუჩნდება ბილირუბინის მაღალ დონეზე, ის გირჩევთ მისი გაზომვას. საწყის ეტაპზე ეს შესაძლებელია ჩრესკანული მეთოდით, ვილით ტესტის საშუალებით. თუ მაჩვენებელი 250-ზე მეტია, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება. ჩვეულებრივ მაღალი დონის შემთხვევაში ტარდება ფოტოთერაპია, რის შედეგადაც ბილირუბინის დონე სწრაფად მცირდება უსაფრთხო მაჩვენებლამდე.